ისე რა საინტერესოა რა ჩვენი ტომების ისტორია. ყველაზე საინტერესო იცით რა არის? ხორვატიის დედაქალაქი ზაგრების ტოპონიმიკა არის სვანური. ასევე ზაგროსის მთიანეთის ტოპონიმიკა არის სვანური. ზაგროსის მთიანეთი არის ირანში. ხოლო ზაგროსის მთიანეთში ცხოვრობენ ლურები. ლურს მეგრულად ნიშნავს ძინავს, არ გააღვიძო. თუ გაიღვიძა მტრისას. რა საინტერესოა რა? და თქვენი აზრით ლურებს რომელი გენი აქვთ? რასაკვირველია ქართული? ათეისტი გენეტიკოსი აუცილებლად დაამტკიცებს, რომ ისინი პალეოლითიდან ან ნეოლითიდან იქ ცხოვრობენ, მაგრამ არც ერთ გენეტიკოს თუ ისტორიკოს არც კი გაუველვებს თავში კასკებთან დაკავშირებული ისტორია. კასკების ნაწილი, ანუ იგივე კასიტები, გადადიან ბაბილონში, იპყრობენ ბაბილონს, შემდეგ სხვა დამპყრობელი მოვა ამ ტერიტორიაზე და კასკებს, იგივე კასიტებს უწევთ ბაბილონიდან გასვლა და ხო ისაოცრება, სად გადადიან თქვენი აზრით და სად სახლდებიან? ზაგროსის მთიანეთში და ლურებს ჯერათ, რომ ისინი არიან კასიტები. კასკების შემდგომი სახელია კოლხეთი. კასკიის დედაქალაქი იცით რა იყო? ქორდუონი. ვიღაცები ხომ ამტკიცებენ, რომ სახელი ქართველი მე-10 საუკუნეში გვხვდება პირველად. ხოლოდ სიტყვაზე მენდეთი არაფერი არ გამოვა. ასევე კასკიის შორიახლოს და რამდენიმე საუკუნით შემდგომ პერიოდში არსებულ სამეფოს სახელად ფრიგიას, იგივე იბერიგიას ჰქონდა დედაქალაქი, აბა გამოიცანით რა ერქვა? ქორთიონი. რა საინტერესოა რა? ანუ სახელი ქართუ არ არის მე-10 საუკუნის. იტალიის ტერიტორიაზე არსებობდა ორი ტომი, უმბრიელები, იგივე უმფრიელები და რაეტიელები, იგივე რატიანები. რა საინტერესოა რა? და რაეტიელების დედაქალაქი იყო ზაგრები, ზაგარებ. ძველი რაეტიელების სამარხებიდან რომელი გენი ამოდის? ხო ისაოცრებავ. G2-ია. სხვათა შორის ამავე ტერიტორიაზე, მის შორიახლოს იღებს სათავეს ლიონელ მესის წინაპრების გვარი. ეს გვარი იყო არც მეტი, არც ნაკლები მესიანი. იტალიის ტერიტორიაზე კი ბევრი გვარი გვხვდება ანზე დაბოლოებული. ასევე ბევრი გვარი გვხვდება ელზე დაბოლოებული. თქვენ განსაჯეთ, ანზე და ელზე დაბოლოებული გვარები მაინც და მაინც ქართულ გენს რატო ატარებენ? რომელია ქართული გენი? G და L. თუბალი და მესეხი. ვინც მიიჩნევს, რომ ადამიანი არის მაიმუნის ნაშიერი, მე მას ულამაზეს სარკეს ვუყიდი და დილა საღამოს ჩაიხედოს ხოლმე მასში. იყო მცდელობები, მაგრამ მაიმუნისგან ადამიანი ვერ მიიღეს. ნუ გახდებით სექტანტები. ნიუტონს, აინშტაინს და კეპლერს თუ სჯეროდა ღმერთის, მაშინ ჩარლზ დარვინის რატომ სჯერა ხალხს? თქვენ მეცნიერებს კი არ უჯერებთ, თქვენ ხართ ჩარლზ დარვინის სექტის წევრები. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.